ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელი სახლის საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტს, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის განცხადებებს ასაჯაროებს. საქმე ეხება ბათუმში გორგასლის 37 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მოქალაქე როან ბალაძე ედავება. ბადაძის ადვოკატის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლები ხელისუფლებას ქონება ჩართულთა საქმეებზე აქტიური მუშაობისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქონების პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა უნდა მოხდეს. კაიკაციშვილის ინფორმაციით, სადავო ბინის საქმეზე აჭარის პროკურატურაში საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს. აჭარის საგამოძიებო მოქმედებები. ყველა სამივე ინსტიტუცია მიუთითებს, რომ ქონება ჩამორთმეულთა საქმეები საქართველოში არის ერთ-ერთი პრობლემური და საყურადღებო, რომელიც გამოწვევის წინაშე აყენებს საქართველოს ხელისუფლებას, ხოლო ევროპარლამენტის წერილში მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ თუკი არსებობს ჩამორთმეულ ქონებებთან დაკავშირებით რესტიტუციის შესაძლებლობა, ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.